მაინტერესებს მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ რა ვიხილეთ დღეს ერეკლე მეორეს ძეგლი გაიხსნა პრაქტიკულად სხვათა შორის ვნახე ვიდეო სადაც იყო საუბარი სადაც შენ საუბრობ ბექა შენობით დაგელაპარაკები იმიტომ რომ თვალთმაქცობას არ დავიწყებ ჩვენს მაყურებელთან სადაც საუბრობდი იმასთან დაკავშირებით რომ ეს ძეგლი გაიხსნება და ამ ძეგლს ექნება თავისი ასე ვთქვათ სათქმელი როგორც საკუთარი ამომრჩევლისთვის სათქმელი რუსეთისთვის ახლა უფრო მეტი მინდა გავიგო შენგან რას ემსახურებოდა რამდენად მნიშვნელოვანი არის ფორმა თვითონ გარდა იმისა რომ თვითონ აღქმა რომ ერეკლე მეორე პროპაგანდაში როგორ გამოიყენება და თან ასეთი ერეკლე მეორე პატარა კახი ხმლის გარეშე პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავიწყო იმით რომ ერეკლე მეორე მართლაც ძალიან დიდი მონარქია არის საქართველოს ისტორიაში ალბათ გიორგი ბრწყინვალის შემდეგ ესეთი მასშტაბის მონარქიის საქართველოს არ ჰყოლია მართლა დაუღალავი მებრძოლი არის და მისი ძეგლი შეიძლება დაიდგას საქართველოში ნებისმიერ ქალაქში. ანუ ამას არ შეიძლება არ მიესალმო რომ ერეკლეს ძეგლი იქნება. მაგრამ მე როგორც ისტორიკოსმა უნდა გავიხსენო როგორც ჩემს პოდკასტში აქტუალურ ისტორიაში ვთქვი ის საბჭოთა მემკვიდრეობა რაც აქვს აი ასეთი მონუმენტების გახსნას. სამ ეპიზოდს შევეხები, კონკრეტულად სამ ეპიზოდს საქართველოს რუსეთის ისტორიის კონტექსტში. 1991 წელს იყო საბჭოთა ოკუპაციის 60 წლისთავი, ანუ საბჭოთა ენით რო ვთქვათ, გასაბჭოების 60 წლისთავი და ედუარდ შევარდნაძემ კომპარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. თან ახლოვდებოდა გიორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი, 1993 წელს შესრულდა 200 წლისთავი და აი ეს სიტყვები, შევარდნაძის ეს სიტყვები, რომ საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, ზურაბ წერეთელს აქცევინეს სკულპტურად. და ეს ისევ დგას, ეს ძეგლი ისევ დგას. რუსეთს. აეროპორტთან, სადაც ქალი არის და ხელში უჭირავს მზე. ეს ქალი განასახიერებს საქართველოს, მიბრუნებული არის ჩრდილოეთისკენ და მზე უჭირავს ხელში. და რატომ თორცები ყაზბეგშიც არის. ამ მეორეს და მესამესაც ვიტყვი. ანუ რატომ არის აეროპორტი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეხა ეს აეროპორტის ტრასაზე გაიხსნა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ როცა ახლა რომ მივიდეთ აეროპორტში და ვნახოთ, საიდან ჩამოდის ყველაზე მეტი თვითმფრინავი. ჩამოდის რუსეთიდან. ხო და მაგას გულისხმობ, რუსეთიდან ჩამოსული მგზავრის საჩვენებლად. პირველი ეს უნდა ნახოს ამ მგზავრმა. მერე იმავე დროს დაიდგა საბჭოთა დროს, აი გიორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისთვის პეტრე ბაგრატიონის ძეგლი კრწანიშში. და რატომ კრწანიშში? იმიტომ რომ იქ არის აი შევარდნაძის სახლი რო იყო, ცეკას დაჩები, პოლიტბიუროს და საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები როცა ჩამოდიოდნენ, იმ დაჩებში ცხოვრობდნენ და რომ გამოვიდოდნენ იმ დაჩებიდან, აი ეს პეტრე ბაგრატიონი უნდა ენახათ, ანუ ქართველი, ეთნიკური ქართველი, რომელიც რუსეთისთვის იქნავს ხმალს და მესამე ძეგლი ეს იყო ეს მოზაიკა სტეფანწმინდა რო გამოხვალ გუდაურამდე არ მისული ქართულ-რუსული მეგობრობის მოზაიკა. ეს არის ალბათ რაც მე ვიგულისხმე ყაზბეგთან მოზაიკა. და ეს მოზაიკა რატომ არის ყაზბეგთან? იმიტომ რომ ანუ საქართველოში რუსეთიდან ჩამოდიხარ ან ჩამოდიხარ აეროპორტით და აეროპორტიდან რო გამოხვალ პირველი ეს უნდა ნახო, თქვა საქართველოსზე ჩრდილოეთიდან ამოდის და თუ შემოდიხარ დარიალით, უნდა ნახო ქართულ-რუსული მეგობრობის მოზაიკა. რაღაცა ქართულ-რუსული მეგობრობა, როგორც სავიზიტო შემხვედრი გზავნილი ტურისტებისთვის. აი ამისი საპირისპირო იყო 2005 წელს, როცა ბუშის სახელი დაერქვა ამ აეროპორტის ტრასის ნაწილს და ეს იყო მესიჯი, რომ საქართველოს ჩამოსულმა ადამიანმა უნდა ნახოს, რომ შემოდის ამერიკის პრეზიდენტის ქუჩი. გამზირზე. და ახლა დადგეს ერეკლეს ძეგლი აეროპორტის ტრასაზე. აი ეს უნდა ავხსნათ აქ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ანუ ერეკლეს მისი სახე ჯერ საბჭოთა პროპაგანდამ
და ახლა ქართულმა ოცნებამ სრულიად დაამახინჯეს და თუ დაგვრჩებათ რომ ერეკლეს და რუსეთის ურთიერთობაზე რამდენიმე რამ უნდა გავიხსენო, ხო? ანუ სრულიად დაამახინჯეს. ერეკლე წარმოაჩინეს როგორც რაღაცა პრორუსად, ადამიანად, რომელიც იმას ოცნებობდა, რაც 19 საუკუნეში რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, ანექსიის და კიდე ბევრი სხვა რამის სახით. და აი ესეთი სახით წარმოდგენილი ერეკლე იგივე რუსებს დაუდგეს აეროპორტის ტრასაზე, რომ ჩამოვლენ, აი ერეკლეს უნდა გამოუარონ, ხო? ანუ ეს არის იმ აი საბჭოთა დროს 1980-იან წლებში გატარებული პოლიტიკის გაგრძელება, ანუ ეს არის მესიჯი რუსეთისადმი, რომ აი ცარ ირაკლი ვტაროე, გეგებება თქვენ როცა ჩამოდიხართ და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აი მარგარიტა სიმონიანმა რამდენიმე თვის წინ თქვა ზუსტად ეგ, რომ კიდევ იქნებიან ახალი მეფე ერეკლეები საქართველოში, რომლებიც მუხლებზე მოვლენ და ჩვენ გვთხოვენ დახმარებას, ხო? და ეს არც ისე შემთხვევით ყოფილა, იმიტომ რომ ერეკლე, ირაკლი, ანუ სახელი ფაქტობრივად ერთი და იგივე არის და საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვია ირაკლი. გვარს არა უშავს, გვარი კაი აქვს. ხო, რაღაც ხო უნდა კონდეს კარგი. ხო და ანუ ეს ამის გამო არის ეს გაკეთებული, ეს არის რუსული პუბლიკას, თუმცა კახელებს უხსნიან იმას, რომ ეს ხო თან კახეთის გზატკეცილია და როგორც კახეთის გზატკეცილზე ისე დავაგეთ, ისე დავდგით ეს ძეგლი თქვენთვის კახელებს არა და ამას ორივე დანიშნულებაც აქვს. ერთი თქვა კახელების გულის მოსაგებად და მაგრამ თავარი არის რუსებისადმი გაგზავნილი მესიჯი, რომ აი ეს ცარ ირაკლი ვტაროე, რომელიც არის რუსეთთან კავშირის სიმბოლო, ამას გახვედრებთ, ხო? ეხლა რაც შეეხება იარაღს და ხმალს. ან მართლა ამ მეფის ნიშა იყო მთელი ცხოვრების მანძილზე ბრძოლა. და რაღაცა იმ მაგალითად თელავში რო დგას ძეგლი, იმ ძეგლს ხელში უკავია ხმალი, ხო? და შეუძლებელი არის, ხო? ამის გარეშე. და ეს ხმალი ძირს დააწევინეს, იმიტომ რომ შეუსაბამეს ქართული ოცნების პაციფისტურ პოლიტიკას და რაღაცა იმაზე ყვირილს, რომ მეორე ფრონტს ვიღაცა გვახსნევინებს და ჩვენ არ ვხსნით და ანუ რუსებმა უნდა ნახონ ერეკლე დაწეული ხმალით. ეს არის აქ მთელი ამბავი. მაგრამ მე მინდა აი თუ დრო გვექნება რამდენიმე სიტყვა ვთქვათ, რა გაუკეთა ერეკლეს რუსეთმა. ანუ რა იყო ამ ურთიერთობების ისტორია, საიდან იწყება? 1768 წელს ოსმალეთსა და რუსეთს შორის დაიწყო ომი. ომის ძირითადი ფრონტი იყო ბალკანეთი. მაგრამ რუსეთს უნდოდა რომ მეორე ფრონტი გაეხსნა ოსმალებისთვის, რათა ოსმალური ჯარების ნაწილი მოეზიდა კავკასიაში, ამიტომ შეაგულიანა ერეკლე, გამოუგზავნა ერთი ბატალიონი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით, რომ მეორე ფრონტი გაეხსნა ერეკლეს. ანუ ერეკლე მეორე ფრონტი გახსნა ყოველგვარი სერიოზული პირობის გარეშე, რუსების მხრიდან რომ ამითი რამეს მიაღწევდა ის. ანუ ქართული ოცნება ერთი მხრივ ერეკლეს ეთმასნება და მეორე მხრივ რაღაცა მოღალატეს და აგენტს ეძახის ყოველას, ვინც რაღაცა მეორე ფრონტზე ლაპარაკობს, ხო? ერეკლე მეორე ფრონტი გაუხსნა თურქებს 1770 წელს და როცა წავიდა ოსმალების წინააღმდეგ ახალციხის საფაშოში, მიადგა აწყურის ციხეს, მას გენერალმა ტოტლებენმა ზურგი აქცია და მიატოვა. შეატოვა და ასპინძის ომში მარტო აუმა მეფე ერეკლე ოსმალების წინააღმდეგ. ერეკლემ ის ომი მოიგო ასპინძაში, ის ბრძოლა მოიგო ასპინძაში, მაგრამ რას აკეთებდა ამ დროს ტოტლებენი? ტოტლებენი წასული იყო ქართკახეთის ქალაქებსა და სოფლებში და ესე იგი რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე აფიცებდა ხალხს. ანუ ფაქტობრივად მას როცა ერეკლე იქ იბრძოდა ასპინძაში, მას უნდოდა საქართველოს მიტაცება და მირთმევა იმპერატრიცა ეკატერინესთვის. სხვათა შორის ერთ-ერთ სამთავრობო არხს ვეღარ ვიხსენებ, რომელს ჰქონდა დოკუმენტური ფილმი, სადაც ტოტლებენის საერთოდ ერეკლე მეორეზე ჰქონდა დოკუმენტური ფილმი და ეს ნაწილი, ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც რუსეთის ღალატს ასახავს, ამოგლეჯილი იყო და საერთოდ არ იყო. დღესაც ხوار ხსენებ
ხდებია საერთოდ? ანუ როგორ შეიძლება ამის გარეშე ისაუბრო? ერეკლეს ძეგლი გახსნა და იქ მისი ბრძოლები არ ახსენო და არ ახსენო რუსეთის ღალატი. და საერთოდ რუსეთის ვერაგობა. წარმოუდგენელი არის. ანუ ერეკლემ ის ასპენძის ბრძოლის შედეგები წყალში ჩაეყარა. ნუ კაცმა ომი მოიგო, მაგრამ ბრძოლა მოიგო, მაგრამ ვერ მიიღო ამის შედეგი, იმიტომ რომ მოუწია გამოქცევა აქ, რომ ტოტლებენისთვის მიეხედა, რომ ტოტლებენს მთელი საქართველოს არ ჩაებარებინა რუსეთისთვის. ეს ერთი ეპიზოდი. მეორე, როცა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო, ამ ტრაქტატის მიხედვით რუსეთს უნდა დაეცვა საქართველოს ყოველგვარი საგარეო საფრთხისგან. დახმარებოდა მას აი ტაო-კლარჯეთის სამცხე-საათაბაგოს შემოერთებაში და დაეცვა ის ლეკიანობისგან. ამ ტრაქტატის დადებიდან 2 წელიწადში დაღესტნიდან ავარიის მმართველი ომარ ხანი შემოვიდა, დაარბია ერეკლეს სამფლობელოები, რუსეთს ამის წინააღმდეგ არაფერი არ გაუკეთებია. რუსეთს ევალებოდა, რომ აქ რეგულარული ჯარი ჰყოლოდა ადგილზე და აღა მაჰმად ხანის შემოსევის წინ რუსეთმა ეს ჯარები გაიყვანა და ერეკლე მარტო დატოვა კიდევ ერთხელ აღა მაჰმად ხანის წინააღმდეგ და აღა მაჰმად ხანმა გაანადგურა მთელი თბილისი, გადაწვა, ამოხოცა ხალხი კრწანისის ბრძოლის შემდეგ. ამის შემდეგ, ესე იგი, რუსეთმა დაარღვია ტრაქტატი, უკვე ერეკლეს გადაცვალების შემდეგ, 1801 წელს ანექსია გაუკეთა საქართველოს და ამ ანექსიის შემდეგ, ესე იგი, ან დახოცა, ან ქვეყნიდან გააძევა, გადაასახლა ერეკლეს ფაქტობრივად ყველა შთამომავალი. ანუ იმდენი უბედურება და ბოროტება, რაც დამართა პერსონალურად, ტრაგიკული არის მართლაც ბედისწერა. ხო, რაც რუსეთმა ერეკლეს დამართა, და მერეც საბჭოთა კავშირის დროს, რაც პროპაგანდა, რასაც უკეთებდა ზოგადად ერეკლეს სახელს, როგორ იყენებდა საბჭოთა პროპაგანდა ერეკლე მეორეს, აი რაღაცა თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატი იყო სასურველი ნაბიჯი, რომელიც სიხარულით გადაიდგა, ხო? ანუ ეს არის ტრაგიკული ბედისირონია არის, რომ ადამიანი, რომელსაც ამდენი უბედურება გაუკეთა, პირადად გაუკეთა ამდენი უბედურება მას და მის შთამომავლობას რუსეთმა წარმოაჩენენ როგორც რაღაცა რუსეთთან მეგობრობის სიმბოლოს, ხო? კიდევ ერთი რაღაცა მინდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ახლა საუბრობ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ალბათ ეს არის ბევრჯერ უნდა ვისაუბროთ ამაზე, რამდენად რას უკეთებს ამ მეფის სახელს, როგორ ხდება ისტორიის გადაწერა და როგორ შეურაცხყოფს ზოგადად ისტორიულ ფიგურებს პროპაგანდა, მათ შორის ქართული ოცნების პროპაგანდა და მე წეგან ვახსენე, რომ რუსები და რუსეთუმეები და ის ხედვა, რომელიც აბსოლუტურად ერთნაირი არის ერეკლე მეორეს აღქმისა. მხოლოდ რუსეთზეც არ არის სვიკა აქ, ანუ ერთი მხრივ შეხედე, რომ ერეკლეს სახელს ისევ რაღაცა რუსეთთან ლაქუცის რეჟიმში ხმარობენ, მეორე მხრივ ვინც ერეკლეს გადაუარა, ანუ მისი დედაქალაქი დაანგრია, გადაწვა, ხო? სპარსეთის შაჰ. ის, ესე იგი, ირანში დადიან პანაშვიდებზე, თუ გასვენებებში, საელჩოში დადიან რაღაცა სამძიმრის წიგნში წერილების დასატოვებლად და კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ანუ სუფთა ესთეტიური მხარე, ანუ ეს ძეგლს რო სახეზე უყურებ, ნუ ერეკლეს ხო არ გავს, ახლა ერეკლეს პორტრეტი ხო გვაქვს შემორჩენილი, არა? და ქართული სახეც არა აქვს ამ ძეგლს. ანუ ახლა მე შევხვდა რაღაც პარალელური შედარებები იმასთან, იმის ძეგლთან, რა ქვია, თემურლენგის ძეგლთან, რომ ანუ უფრო რაღაცა შუა აზიელს გავს ამ ძეგლში ადამიანი. შუა აზიელის და ყაველაშვილის მიქსია. ხო, მაგრამ ნუ ამათ რაზე აქვს ხო ჩვენ შეიძლება ითქვა რომ იკობახიძესაც მართლა სერიოზულად წერდნენ ამას ხუმრობის გარეშე ვამბობ რომ ირაკლი კობახიძეს მსგავსებაც დაინახეს და საინტერესოა ივანიშვილიც თუ დაინახავს ამ მსგავსებას ამ ძეგლში ირაკლი კობახიძეს მithumetes შენ ახსენე რომ მას აქვს რაღაცა ის კანდიდატების მანით არის შეპყრობილი ამ ნაწილში ხო ესე იგი კიდევ რა არის მანდ რომ
ეს მხოლოდ ამ ძეგლით ხო არ შემოიფარგლება ისტორიასთან ესეთი თამაში ქართული ოცნებისა. ბევრ რამეში არის გამოსახული, აი მაგალითად, ხო, ანუ ოკუპაციის 100 წლის თავი. რომელიც იყო 2021 წელს. ხო და ეს 100 წლის თავი მეორედ ხო აღარ იქნება. არა, 2021 წლის 25 თებერვალს შესულდა ოკუპაციიდან 100 წლის თავი და არაფრით არ აღნიშნულა ეს ამბავი ერთადერთი აღნიშნა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის Facebook პოსტით, რომ რუსული წითელი არმია 16 თებერვალს შემოვიდა საქართველოში. Უბრალოდ რუსეთი არ უხსენებიათ წითელი არმია, თითქოს ეს წითელი არმია სადღაც არის, წითელი ქვეყანა არის და ანუ ეს იყო საბჭოთა რუსეთი. რუსეთი არ უხსენებიათ, ეს ერთი და მეორე. 16 თებერვალი რატომ არის აქ მნიშვნელოვანი? კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ საბჭოთა რუსული ისტორიოგრაფიის ნარატივი იყო, რომ 12 თებერვალს დაიწყო მშრომელების აჯანყება სისხლიანი მენშევიკების წინააღმდეგ და შემდეგ 16 თებერვალს საბჭოთა რუსული არმია იძულებული გახდა ამათ დასახმარებლად შემოსულიყო. არა და ჩვენ ყველა ისტორიული წყაროთი, პირველად წყაროთი ვიცით, რომ 12 თებერვლიდან წითელი არმია ქართული ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა. არავითარი აჯანყება იქ არ ყოფილა, ეს ყველაფერი იყო რუსეთის მხრიდან დაგეგმილი და ღარიბაშვილი ამ ტექსტს ვერსად ვერ წაიკითხავდა. თითქოს რომ 16 თებერვალს ჩაერთო რუსული ჯარი ამ ომში, ვერსად ვერ წაიკითხავდა ვერცერთ ქართულ წიგნში. ან უნდა წაიკითხა საბჭოთა ქართული წიგნი, ან დღევანდელი რამე რუსული წიგნი. ანუ ეს თუ არ დაუწერეს ღარიბაშვილს, აი რო დაეგუგლა, თქვათ, ღარიბაშვილის პრეს სამსახურს, რომ აი როგორ მოხდა, მოდი გავაკეთოთ ეს რაღაც განცხადება დავდოთ. 16 თებერვალს იქ ვერ იპოვიდნენ. ანუ იქაც რუსული ნარატივი იქნა გატარებული. ასევე 7 და 8 აგვისტოს ამბავი იგივენაირი არის. სკოლის სახელმძღვანელოებში შედის ეს ნელ-ნელა. აი მაგალითად მე-6 კლასის სახელმძღვანელო არის ჩემი საქართველო ქვია. იქ წერია ესეთი რაღაცა, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელია, რომელთანაც რთული ურთიერთობა გვაქვს. ანუ რთული ურთიერთობა რაღაცა ისა, ცოლ-ქმარი ხანდახან ჩხუბობენ დაახლოებით ეგეთი რაღაცა, რას ვარ რთული ურთიერთობა? ანუ ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. ეს არის რთული ურთიერთობა, გავიგე ახლა აზერბაიჯანთან რაღაცა ეს არის, რა ქვია, საზღვრის საკითხი არის ჯერჯერობით შეუთანხმებელი, რაღაცა სომხეთთან შეუთანხმებელი არის, მაგრამ რას ქვია რთული ურთიერთობა, ხო? ანუ ეს შემოდის და ანუ მე ხო ვცნობ ამას არა, რომ ანუ საბჭოთა დროს რა იყო ნარატივი, როგორ მოდიოდა ეს ყველაფერი, ხო? და ანუ რაღაც აი თითქოს სიურრეალისტურ სიზმარში ვარ. ეხლა ეს ყველაფერი გათვლილი არის სრული ან ერთი მხრივ რაღაცა მაყოფაზე მყოფ მოსახლეობაზე, ან მეორე მხრივ ყოველგვარ კრიტიკულ აზროვნებას, კრიტიკულ აზრს და განათლებას მოკლებულ ადამიანებზე, რომ ხა მე რაც ჩამოთვალე, შეიძლება ყველამ არ იცოდეს, ორი კითხვა ვერ დასვას და ეს პროპაგანდა გიმეორებს და ნუ რა ჯდება, ილეთება შეში. ბექა ისეთი საინტერესოა მოსმენა, მაგრამ სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა უკვე და მე შემიძლია უსასრულოდ ვისმინო ეს ისტორიები და მაქვს ამის შესაძლებლობა სხვათა შორის, ასე რომ მე იმედს დავიტოვებ, რომ კიდე გვექნება შესაძლებლობა